14 იანვარი ქართული თეატრის აღდგენის დღეა. ამ თარიღს ბათუმის დრამატული თეატრი პრემიერით ხვდება და 157 თეატრალური სეზონი დარისპანის გასაჭირით იხსნება. პრემიერა 14-15 იანვარს თეატრის დიდ სცენაზე შედგება. როგორ ემზადებიან მსახიობები და რას უმზადებენ მაყურებელს, ნახოთ რეპორტაჟში. ფარდა აიწევა და იწყება ისტორია, რომელიც საუკუნეებს გადმოსცემს. არის ისტორიები, რომლებიც ერთხელ იწერება, მაგრამ არასოდეს სრულდება. ისინი დროს არ ეკუთვნის. იქ, სადაც ყოველდღიურობა მძიმე დუმილად იქცევა, სადაც შიში სიტყვას ანაცვლებს, იწყება დარისპანის გასაჭირი. ისტორია პატარა ადამიანის შესახებ, რომელიც დიდ სამყაროში თავის ადგილს ვერ პოულობს და ნელ-ნელა საკუთარი თავის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. ისტორია, რომელიც წარსულიდან მოდის. დავით კლდიაშვილის სიტყვების სცენაზე ისევ ისმის. მოლოდინი არის ის, რომ აი ამ ახალ დარისპანის ინტერპრეტაციის პრინციპში ახალი არ არის, მაგრამ ეგეთ ერთ-ერთი ხედვა მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მიიღებს პირველ რიგში ახალგაზრდობა, ვისთვისაც ჩვენ ვირჯებით და წარმატება მისურვებია ყველასთვის. სიახლე არის, რომ ცოტა სულ სხვა დარისპანს ცოტა იმ ჩარჩოდან ვართ გამოსულები, ან იმ ჩარჩოში ვართ, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ყველა ძალიან საინტერესოა და თავის კოსტუმიან არაჩვევი მხატვარი ყავს, მუსიკა არის მართლაც გენიალური, ერთ-ერთი ქართული სივრცეში და ქართულ მუსიკაში ერთ-ერთი ახალი სიტყვა. და მაყურებელს ელოდება საინტერესო სპექტაკლი. მე მინდა ჩემს დასის წევრებს, ვინც ამ სპექტაკლში მონაწილეობს, შეფასებას მე არ დავიწყებ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ სპექტაკლი შემდგარია და მაყურებელს ველოდებით და პირდაპირ რომ ძალიან საინტერესო სპექტაკლს იხილავენ და კმაყოფილი წარბრძანდებიან. და წინ კიდე უამრავი და ძალიან მაგარი პრემიერები გველოდება. დავით კლდიაშვილის ტექსტი გვახსენებს, რომ სოციალური უთანასწორობა, ძალაუფლების ბრმამორჩილება და პატრიარქალური წესრიგი მხოლოდ ისტორიული ტერმინები არ არის. სპექტაკლი კომედიის სახით იწყება, მაგრამ სიცილი თანდათან სიმძიმედ იქცევა. ირონია მხოლოდ თავდაცვაა, რომლის უკან ღრმა ტრაგედია იმალება. კლდიაშვილის გმირები საკუთარ სისუსტეებს დასცინიან, რადგან სიმართლის პირდაპირ დანახვა მათთვის აუტანელია. ტექსტის ადაპტაციის ავტორი გახლავთ ვალერი ოთხოზორია ჩემთან ერთად და ეს პიესა ვფიქრობ, რომ ქართული თეატრისთვის, ქართული დრამატურგიისთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძვირფასია და როდესაც ვფიქრობდით რა უნდა აკეთებულიყო 14-ისთვის, მგონი ეს არჩევანი ლოგიკური იყო. სპექტაკლის ვიზუალური სამყარო განსაკუთრებულ როლს თამაშობს. სცენოგრაფია მინიმალისტურია, თუმცა სიმბოლური. განათება და მუსიკა ქმნის დახშულ სივრცეს, სადაც პერსონაჟები თითქოს საკუთარ თავში არიან გამომწყდეულები. თანამედროვე ესთეტიკა აქ არა დეკორაცია, არამედ სათქმელის ნაწილია. ძალიან მოგწონს ის ყველაფერი, რაც ხდება და თან ეს ყველაფერი მოხდება თეატრის დღეს, 14-ში, თეატრის აღდგენის დღეს. და ძალიან გვინდა, რომ ბათუმელი მაყურებელი გავახაროთ, ისევე როგორც ჩვენ ვართ ეხლა ბედნიერები ამ პროცესში და ძალიან ცოტა დრო დაგვჭა პრემიერამდე და ძალიან მოტივირებულები ვართ, ხნედ ვართ და შემიძლია თამამად ვთქვათ, რომ ბათუმის დრამატული თეატრი 14-ში იქნება აბსოლუტურად მზად. სპექტაკლში მონაწილეობენ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები. ეს თაობათა თანაარსებობა სცენაზე ახალ შრეებს ქმნის გამოცდილებასა და ძიებას შორის. ჩემთვის დებიუტი იქნება დიდ სცენაზე წარდგენა. რა თქმა უნდა, ვნებათაღელვა მაღალია, თუმცა მეც როგორც თოთი აღნიშნა, ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ბათუმის მაყურებლის მოლოდინებს გავამართლებთ და წავდგებით 14-ში ღირსეულად. დრამა, რომელსაც ავტორი სარკაზმით გადმოსცემს, რეჟისორი და მსახიობები განსხვავებული ელემენტებით ამრავალფეროვნებენ. მაყურებელიც უნდა ელოდოს საინტერესო სპექტაკლებს და ჩვენც ველოდებით მაყურებელს. თეატრი უკვე ერთი ამოსუნთქვით არის მზად, რომ მაყურებელი მიიღოს და რაც
დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ჩვენც დას არ ვაკლებთ, რომ სეზონი იყო ძალიან საინტერესო, შემოქმედებითად დატვირთული და ძალიან საინტერესო სპექტაკლები შევთავაზოთ. მთელი გუნდი ჩართულია საიმისოთ, რომ ძალიან საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული სეზონი გამოგვივიდეს. პრემიერა სიმბოლურ თარიღს ემთხვევა 14 იანვარს, ქართული თეატრის აღდგენის დღეს. ბათუმის დრამატული თეატრი 147 თეატრალურ სეზონს გახსნის. საბოლოო სიტყვას მაყურებელი იტყვის 14 და 15 იანვარს.